მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ჯეორაიდერი და დღეს მე გავაკეთებ ჩემი კვადროციკლის განხილვას და მოკლედ ვიტყვი ღირს თუ არა იყიდოთ ჩინური კვადროციკლი, ხო და აგერ ჩვენ დავაგოთ ჩემი კვადროციკლი. ხო და ისე ძალით კარგია ჩემი აზრით, საკმარისია. მით უმეტეს თქვენი პირველი კვადროციკლი თუა, ეს არის 200 კუბიანი მოდელი. მე მგონი ბაიკალის მოდელია, ხო. და რავი, ძალიან გამძლეა. უკვე თითქმის 6 თვე მექნება უკვე. საკმაოდ ახალია. ხო და რავი, კარგია ჩემი აზრით. მაგრამ ეხა თუ შეგიძლიათ რომ იყიდოთ ნაცნობი ისინი როგორც Polaris-ი, Canon-ი, CS Moto, ეგენი რა თქმა უნდა უფრო ძლიერებია და კარგები რა. ნუ ეგ იმ შემთხვევაში თუ უკვე ყავდეთ კვადროციკლი და ცოტა გამოსწინებელი ხართ, მაგრამ თუ ბიუჯეტში ხართ და რავი, პირველი კვადროციკლი გინდათ, ეს ჩინური კვადროციკლები ჩემი აზრით კარგი არჩევანია, მაგრამ ხო, როგორც ყოველთვის ჯობია რომ იყიდოთ უფრო ამერიკული ბრენდები და უცხოურები. ამის გადმოვყირავდი. ხო, ეხლა წავიდე რა მაღაზიაში და პატარა ესეთი ვლოგისავით გავაკეთოთ, ეს ჩემი პირველი ვიდეოა და ძალიან დიდხანია იქნება რომ გამოიწეროთ ხალხი და დალაიქეთ ვიდეო და რავი, გაუზიაროთ მეგობრებს. ძალიან დამეხმარებით მაგით და რავი, ხო. მაქსიმალურ სიჩქარეს რაც შეეხება სადღაც 70 კმ/სთ აქვს. მაგის ტესტად გავაკეთებ ეხლავე, მაგრამ ეხლა ჩვენ წავართ მაღაზიაში და რავი, რამეს ვიყიდით. ხო და გაუსწრებ ეხლა უცებ ამას. რავი, არ დამტირდება. ეხლა ვიდეო დაწყებული იქნა გადაღებული. მიკროფონი გადმომივარდა რა. აი, ჩაფხუტში მაქვს ეხლა გაკეთებული მიკროფონი და გადმომივარდა. აი, მოვედი წავშიც. ხო და ვიძებდი кайფი რა და ძლივს ვიპოვ. რა უნდა არა უშავს. ხო, ნუ იცოდით რომ სახის არ გამოვაჩენ. ნუ რავი, არ მინდა. ჯეჯეროვით და თუ მოვიხოდეთ ცოტა. თქონა მე გამოვაჩენ. ისე შეიძლება ამარხზე რავი, თამაშების ვიდეოები დავიწყო, გადაღება. მაგრამ ნახოთ ეგ როგორ გამოვა რა. იმედი აიგებს მოგეწონებათ. რა. იმედი არ გამოვიგდება. პატარა ზაღლია მარნერშეშის. აგერ დიდია შევა ყოფილა. ვაიმე. არის კარგი. ნუ მასწავლებ ნუ დამინახო. რაც ნიშნავს რომ 4-4-ზე არა, ხოლო ეს არის ცალთვლიანი, ამიტომაც ტალახში ხარ აგითხრათ მშვენიერი არა, მაგრამ ტყეში თუ გინდათ შრალ ტყეში, შრალ გზაზე, აი აღმართებზე ძალიან კარგად დადის. ნუ თან მეც ეხა შედარებით ძიმე ისე ვარ. მატარებელი
მატარებელი და ხო და მოიგებს რა გაითვალისწინოთ რა გავიოფლე იმენა ხო ძალიან ცხელა ნამდვილი მაცვია გავგლდები უცებ წავედით ესეთი რამე რა ქვია აი მატორს და ეგეთი რაღაცა არ დამიყენებია ეს ჩაი რომ მომატებულიყო დაუყენე ეს დალნები რა შუქები დაუყენე უფრო დიდი იმიტომ რომ მაგას სიტყვი ჩაოლებრივი შუქები აი რაც მოყვება ამას არის ძალიან ცუდი თითქმის არც ანათებს აი ხამი აი თაღამი თუა კარგია მაგრამ აი ცოტა საღამოზე არც ანათებს რა ვერც ამს და აი ამას აი ეს დაუყენე კარგადაა რა მაგარია короче ეხლა რომ მიკროფონი დავივარ და მიუსკოჩე იმენა მიკროფონი და ეხლა სულ მეშინია რომ არ მომძრეს რა კიდე აი რა სუიმაში ვარ აი ეხლა სარკეში ვამოწე რომ მიკროფონი ხო აკამაკო რა ну ეხლა მიკროფონის გარეშე რომ გავაკეთო ან მიცდია მაგრამ აი ხმა ვაფშე არის უნდა რა GoPro-ს თვითონ მიკროფონი არც ეს კარგია რა და ეხლა გავგებით აი ბოლოში და ცოტა ზაღმართია აი ძალიან ცოტა და ნახავთ აი 0-63 რამე ხარშია დღეს კარგი, მოლი ვეყოფა ესა და ეხლა აი სადღაც გამოჩნდება ეხლა სპიდომეტრი რა. მეცადეთ. აი მანქანას დავგერებ, მანქანასთან და იქიდან 0-დან 60-მდე, აბა რამდენი ხანშია. ცები ძალიან ძელია, ძალიან რა ცოტა ძელი, ამიტომაც ცოტა ხტუნაობს, ამიტომ
ანუ პირდაპირ მიაწერილე ვინმეს, კაი. 1 2 3 მაქსიმალური ორკი აი როგორ გაიგე როგორ გადაო გული გამიწა რომ მიკროფონი აქა გავაჩერებ გადმოვალ და ჩემი ვიდეოს დასრულეთ ეგრა და გეტყვით აი დასკვნას ბოლოს აი იყიდოთ თუ არა ღირს თუ არა ყიდვა რა მოკლედ აი თუ ეძებთ კარგ კვადროციკლს, კარგ ფასად, შედარებით იაფად იყიდეთ, ძალიან კარგია. პირველი კვადროციკლისთვის შენიერია და ხო რა, თუ უკვე გყავდათ კვადროციკლი და ბიუჯეტი გააქვთ რომ ახალი იყიდოთ და ამერიკული, რა თქმა უნდა, ამერიკული იყიდეთ. და ხო რა, ეხლა ეს ჩინური პოლარისებს და CS მოტორებს ერთად ვერ დაუდგება. ან 125 კუბიანი შვენიერია 125-ზე დაბალს არ გირჩევთ იმიტომ რომ მე უკვე ძალიან ეს არის დაბალ ძალიანი და ხო რა 125 კუბიანი ძალიან კარგია აი ეს შუქები დაუყენე აგეთ ჩავართავთ ეხლა რა მათებს კარგად ღამეა და ის საღამოს ვლოგს რო გადავიღებ მე გამოსწია ეგეთ ხო და ну ისო ესაა ჩვენ ვიდეო წასულს მოვახოდა და ოკეი შემდეგ ვიდეომდე